ტელეფონს უპასუხე ან გადააგდე. ჩემი ცოლია. ეხლა მისმინე, იმ ქიმიკოსს რომ დავხვდებით, ამერიკაზე ეგეთი რაღაცეები აღარ ილაპარაკო. ეგ ვიღაც წამლის ბარინგა კი არ არის. გენიალური ქიმიკოსია. ეს ყლეა არა? მისმინე, მე დურანს უთხარი. იმ ელმოს აეროპორტში დავხვდები, შენამდე მოვიყვან და ჩაგახვდებ. გულთბილი მასპინძლობა და როგორ მოგწონთ ჩვენი მზიური ინგლისი და ეგეთი სიღრმეები მე სულ ყლეზე მკიდია. ამიტომაც ახლა დავხვდები, იქამდე მივაცილებ, დურანს ჩავაბარებ, ჩემ ბილეთებს ავიღებ და კარგად იყავით. გაიგე? აქ მარცხნივ გადი. რა მარცხნივ გვაგვიანდება? მარცხნივ გადი მეთქი ბიჭო. მოიცა, მაგარი რაღაცა მოვიფიქრე. ელმოს გამოგოლებული ნარკოტიკის ფორმულა მე და შენ რომ დავითრიოთ, დურანი საერთოდ არაფერში აღარ გვჭირდება. მოდი შეხედე. მანჩესტერი, ლივერპული, თამაში არის სხვალე. ამის ბილეთებისათვის უბანში ბიჭები საკუთარ მამიდებს ტყნავენ. მე კიდე მამიდა არ ამყავს. ამ საქმეს ხელი იმიტომ მოვკიდე რომ დურანი ბილეთებს მაძლევს. შენ გაქვს ბილეთები, არა გაქვს. ამიტომ გააჯვი. უზიშვილი მოუთხარ, რა დროს ფეხბურთია, მაგარ შანსს უშვებ, მილიონებს ვიშოვით, მილიარდებს. ფრენკი, მისმინე, ამ ყვერს მიხედე. ტვინი ამერიკელი რო ჩამოდის, გავარწყი ამერიკელებს. მოიცდიან. მინდა უთხრა ყველა ყლეს ტრაქში მათყნათ მანჩესტერს. მანჩესტერელო, ყველებო და ფუჩურებო, გიძღვნით გულთბილ სალამს ლივერპულიდან. სხვა სტადიონზე თუ მობრძანდებით, გბირდებით რომ მაგრა გაგაფარჩაკებთ. ამაში ყარა მიკი ფსიქს, ალექს ფერგინსონი. გაზონზე ნუ გამოდი ხართ.